მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ქართულ-ევროპული ურთიერთობები ბოლო ალბათ 2 წელია, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით დაძაბულია და ორმხრივი ურთიერთბრალდებების საგანი გახდა ბევრი რამ. მათ შორის საუბარია ხშირად ორმაგ სტანდარტებზე, როდესაც მაგალითად ევროპაში გმობენ ან პირიქით ემხრობიან ისეთ ფაქტორებს, რომლებიც არ მოწონთ ან პირიქით გმობენ იგივე მაგალითად საქართველოში და ამაზე ხშირად აპელირებს ხელისუფლება, რომ რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს და ზოგადად ევროკავშირის მიმართ მსგავსი პრეტენზიები უკვე არა მარტო საქართველოდან ისმის, არამედ ბევრი სხვა მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგანაც და ზოგადად ეს ურთიერთობები საკმაოდ რთული და დაძაბული და კომპლექსურია. ბოლო პერიოდში მაგალითად ნეიტრალურ საქართველომ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მისი წევრობა საქართველოსთვის არ იქნებოდა სახარბიელო და ამ თემებზე მათ დებატების სურვილიც გამოთქვეს. მათ შორის პრემიერ-მინისტრის გამოეხმაურა ამ საკითხს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული მიზანი, რომ 2030 წელს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გაწერილი, თუმცა ამასთან დებატები და მათ შორის ჯანსაღი კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია მისთვის და როგორც მან განაცხადა, ის მზად არის ყველასთან ამ თემაზე იდებატოს. გარდა ამისა, ხშირად არის უცნაური ფაქტები, რომელიც მაგალითად გუშინ დაფიქსირდა, როდესაც ევროსაბჭოს მხრიდან საუბარი იყო იმაზე, გარეჩარებების მიმართ ბრძოლაზე და ამასთან მათ შორის საქართველოს საც გაეგზავნა მოთხოვნა დახმარების კუთხით. ამ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს ბრძოლას გარეჩარებებთან ეწინააღმდეგებოდნენ ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ ბრიუსელში და ესეთი იყო ოფიციალური პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ქვეყნების მიხედვით ეს დამოკიდებულება განსხვავდებოდა. ყველა ამ საკითხზე მათ შორის ევროკავშირის საჭიროებაზე ან არასაჭიროებაზე საქართველოსთან მიმართებაში დღეს ვისაუბრებთ ერთიან ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელთან და ჩვენს ხშირ სტუმართან ამ სხვადასხვა საკითხებში ბატონ ლევან ნიკოლაიშვილთან. მოგესალმებით ბატონო ლევან. გამარჯობა. მადლობა ჩართვისთვის. დავიწყოთ იმ პოზიციიდან, რომელიც გააჟღერა ერთიან ნეიტრალურმა საქართველომ და შემდეგ სხვა საკითხებსაც შეგვიძლია შევეხოთ. რა არის თქვენი ძირითადი გზავნილი ამ მიმართულებით და რატომ ეხლა და რატომ ეს გზავნილი? პირველ რიგში ჩვენ მივესალმებით იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფა, რომ მსგავს დებატებში მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს ძალიან კარგი პროცესია, ვინაიდან ჩვენ რატომღაც გადავეჩვიეთ, ხომ, რომ ოპოზიცია დებატებში არ შედის, უბრალოდ თუ კი მას აქვს რაღაცა მოსაზრება, თუ დავარქვათ ესე პირობითად იმას, რასაც შეიძლება ისინი აჟღერებენ, ეს მოსაზრება უნდა გაჟღერდეს აუცილებლად ქუჩაში, შემდეგ ქვის როლით, მოღვაწეობის კონკრეტის როლით და რაღაც საკუთრებული რადიკალიზმით. ეს არ არის ნორმალური პროცესი და ეს არ შეეფარება პოლიტიკურ ველს, განსაკუთრებით საქართველოში უნდა დადგეს ერთხელ და სამუდამოდ სიზრო, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია, ანუ ის ადამიანები, ვინც ოპონირებას უწევენ მათ და რაღაცებში არ ეთანხმებიან, დაждენ ერთ მაგიდასთან, იმჟელონ, იდებატონ და შემდეგ საზოგადოებამ გამოიტანოს უკვე, ასე ვთქვათ, ვერდიქტი იმის თაობაზე, მისი მოსაზრება უფრო მოწონს და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა როგორც წესი უკვე ხდება საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ რასაც ვიძახით, ეს არის მე მგონი უკვე ახალი, მას შემდეგ ჯერ კიდევ მოძრაობა ვიყავით, შემდეგ უკვე პარტია ჩამოყალიბდით, ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც ვამხილეთ ევროკავშირი იმ მანკიერების გამო, რასაც ისინი ჩადიან საქართველოსთან მიმართებაში და ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა და ყველა ვიცით ძალიან კარგად იმის თაობაზე, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც რაღაცნაირად შეძლებდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ამას ემატება მეორე ფაქტი, რომ რეალურად ხო ჩვენ არავინ არ გვიპატიჟება ევროსაბჭოში, არავინ არ გვეუბნება, რომ ის წევრი გავხდებით, უბრალოდ ეს ჰაერში არის რაღაცა გასროლილი სიტყვები, თუ ამას შეასრულებთ, მე იმის უნდა შეასრულოთ, მე ის უნდა გაკეთოთ და აღმოჩნდა, რომ ეს ამას და ის არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესებისთვის არის განსაკუთრებით საჭირო და ცხადია ჩვენ ამას ესიათულად ვერ დავთვალოთ როგორც სახელმწიფო. ისინი გვეუბნებიან თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ ცნობილი გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს კანონი საქართველოში არ უნდა იყოს, მაგრამ თავიანთ ქვეყნებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ეს კანონი არსებობს, სადაც ისინი აზუსტებენ, თქვათ, იმ ფინანსურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ საიდან ღებულობენ ვისგან და რა რაოდენობის თანხებს სხვადასხვა ქვეყნიდან მათი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამას ისინი ევროკავშირში არათუ ეწინააღმდეგებენ, რომ საქართველოში მსგავსი კანონი იყოს, არამედ უფრო მეტიც და უარესიც, ხო? გახსოვთ ალბათ ცნობილი გამონათქვამი ერთ-ერთი ევროკომისიის მარტა გოსის, რომელმაც თქვა, რომ თუ კი ჩვენ ვერ შევძლებთ ამ თანხის მიწოდებას, ფინანსურ ასე ვთქვათ უზრუნველყოფას და დახმარებას
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ჩვენ მოკავშირეებზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას მათ მოკავშირეებზე, მაშინ ჩვენ ვიპოვით რაღაც სხვა გზებს, შემოვლით გზებს და ამით ესე იგი პირდაპირ გამოუცხადა საქართველოს, რომ მისი არჩი და კანონები აინტერესებს. არც სტაბილურობა, არც სუვერენიტეტი. უბრალოდ მათ აინტერესებს ერთადერთი რა, რომ საქართველოში ამ პროცესები იყოს რაღაცა არაუდაროულ სიტუაცია შეიქმნას, რევოლუციური პროცესები განვითარდეს და საბოლოოდ იქნებოდა შეცვლილ მათ რამენერად მოიყვანონ ხელისუფლებაში ის ადამიანები, ვინც მათთვის უფრო ხელსაყრელია და ვინც მათთან იქნება მონომორჩილებაში. ანუ უფრო ზუსტად ის აგენტურა, რომელიც არის მათთვის მთავარი დასაყრდენი ძალა და არანაირი ელემენტარული პატივისცემა მათ არ გააჩნიათ რეალურად არც ქართული საზოგადოების მიმართ, არც საქართველოს ხელისუფლების მიმართ და არც საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ხო ცხადია, კითხვის ნიშანი ჩნდება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამას ვხედავთ, საზოგადოება ამას უკვე დიდი ხნის განმავლობაში უყურებთ, როგორ გვექცევა ევროკავშირი და რა ხდება თვითონ ევროკავშირში, როგორ მიდის იქ დეგრადაციის პროცესი და როგორ ეცემა ნელა ევროკავშირის რეიტინგი იმ ორგანიზაციის, სადაც თავიანთი წევრებიც კი აკრიტიკებენ მას და ყველაფერს წავიდოვანოთ, არა მარტო ცალკეულ სახელმწიფოებზე აქ ლაპარაკი, თვითონ ურთიერთდაპირისპირება არის უკვე მაღალ ეშელონებში ევროკავშირის. ამ ყველაფერს გათვალისწინებით ცხადია, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე, რომ გვინდა კი ჩვენ ისეთ ორგანიზაციაში გაერთიანება, რომელიც ჩვენს მიმართ არ არის პატივისცემით განწყობილი, არაფრად მიაჩნია ჩვენი სუვერენიტეტი, არალეგიტიმურს უწოდებს ხელისუფლებას, რომელიც აირჩია უმრავლესობა და ყველაფერი ამას თავიდანავანებოთ, ყველაზე მთავარ აქცენტს და ასე ვთქვათ, მთავარ ფსონძებს იმ ძალებზე, რომლებიც რეალურად არის მათი აგენტურა. აქედან გამომდინარე, ხომ, ერთად სამუდამოდ გასაგებია, რომ ეს კონსტიტუციაში წერია, რომ ევროატლანტიკური მისრობები გააჩნია საქართველოს, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ კონსტიტუციაში როცა ეს ჩაიწერა, მაშინ სულ სხვა სურათი იყო. აი, ბანო ლევან, შეგაძღვენებ, ზუსტად ეს მინდა გკითხოთ, თუ ევროკავშირში თვითონ შეიცვალა ეგრეთ წოდებული ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს ტერმინი უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც ხშირად იყენებს ამ ტერმინს და წინ რამდენიმე დღის წინ ამერიკამ სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად გამოაქვეყნა დასკვნა მათ შორის იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ერევა როგორც თავისივე წევრების, ისევე არაწევრი სახელმწიფოების არჩევნებში ღიად და პრინციპში ამას ფარულადაც არაკეთებს. ამ შემთხვევაში მე მაქვს ესეთი შეკითხვა, თუ იგივე ამერიკის მხარდაჭერით ან თვითონ ევროპაში აზრდაცვლებით, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა, შეიცვლება მიდგომა ევროკავშირის ზოგადად და დაუშვათ დაუბრუნდება თავის 20 წლის წინანდელ დაუშვათ სტანდარტულ უფლებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ჩანდა. ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორი იქნება? ანუ ეს ზოგადად ევროკავშირზე საუბრობ თუ კონკრეტულად ამ ჟამინდელ ევროკავშირზე? იცით რა, ამ ყოველივეში იმ შეკითხვის მთავარ ნაწილში და მთავარ წინდებაში რაც თქვენ ბრძანეთ, ყველაფერი კარგად ჩანს, ოღონდ რა თქმა უნდა, თუ არის ყველაზე მთავარი. თუ არის ის, რომელიც არ უნდა გჯეროდეს, არ უნდა გჯეროდეს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის დასაჯერებელი. ვინაიდან უკვე ისეთი ტემპით არის ეს დეგრადაცია დაწყებული, თუ ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ, არ დაიშალა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება მათთვის. ვინაიდან ეს ადამიანები იქ არ არიან იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნების კეთილდღეობაზე იზრუნონ და იბრძოლონ. ნებისმიერი რამ შემიძლია ხა გავიხსენო, ამასთან დაკავშირებით, თუნდაც საქართველოს რო დავანებოთ წამით თავი, ხო? აი უკრაინასთან მიმართებაში რა ხდება? უკრაინაში ერთად სამუდამოდ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა ალბათ დასრულდეს, ხო, როდესღაც უნდა დასრულდეს და ამის მოწინააღმდეგე არის ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია. თქვენ რა გონიათ, ხა რომ კაიაკალას თუ შეიცვლება, მას ვიღაცა ახალი შეცვლის და ეს ახალი უფრო სხვა სტრატეგიით და სხვა ტაქტიკით იმოქმედებს. გამორიცხულია ეს პოლიტიკა უკვე ჩამოყალიბებულია მათთან. დიპსტეიტის საცეცების საკმაოდ ძლიერი არის ევროკავშირში და ერთი-ორი ადამიანის შეცვლა და ესეთი რაღაცა ვითომ გამოსორდებიან და კარგად მოიქცევიან, ეს არ არის დამაჯერებელი და ეს არ არის დასაჯერებელი. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მათ ძალიან დიდი ზიანი მოუტანეს ალკოჰოლ ქვეყნებს, მათ შორის ისე უკრაინას, რომ ყოველდღიური წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ომი არ უნდა დასრულდეს, იქნებ რუსეთს უნდა მოუგოთ რაღაც სანქციები დავაწესოთ და დღეს ახლა იყვება, რომ თურმე ვიღაცებმა აღმოაჩინეს, იგივე გერმანიის კანცლერმა, რომ რუსეთი თურმე ევროპული სახელმწიფოა, ბალტიისპირელებმა, რომლებიც ნებისმიერ რაღაცაზე გვაკრიტიკებენ ჩვენ აბსოლუტურად უსამართლოდ და უსინდისოდ, დღეს აღმოაჩინეს თურმე მათმა ლიდერმა, რომ რუსეთს უნდა ესაუბრონ. რუსეთთან ისინი საუბრობდნენ.
არ გონიათ რომ არ საუბრობენ ბიზნეს იყო განცხადება რომ თუმადაც ჩადიან ხშირად მოსკოვში რა თქმა უნდა თავისთავად ცხადდება ხო ოფიციალურად თუ ამ ყველაფერს გააკეთებენ ამით რამე შეიცვლება ისინი არიან რუსეთის პარტნიორები რუსეთ-უკრაინის ომში წარმოიდგინეთ ისინი არ არიან მარტო უკრაინის დამხმარები ისინი არიან რუსეთის პარტნიორები და ხა ეს ომი როგორ დასრულდება და ესეთ ორგანიზაციასთან როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ან რა იმედით უნდა ვიყოთ მე ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი მთავარი ხა თუ საზოგადოების რაღაცა ნაწილი დარჩა რომელმაც არ იცის ეს ყველაფერი ძალიან ცუდია მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეს არ არის უმრავლეს საკითხი და მთელ რიგ ვალდებულებებს და რეგულაციებს ითვალისწინებს შემდგომში და ვარ ჩვენ ესეთი რეგულაციების და ვალდებულების შესასრულებლად მზად თუ არა ესეც გასათვალისწინებელია გარდა ამისა ხა ევროკავშირი როცა საგარეო პოლიტიკაში ესეერევა და საშინაო პოლიტიკაში ესეერევა ცალკეული სახელმწიფოების აქ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დაფიქრება გმართებს ეხლა მაგალითისთვის რო ავიღოთ ხომ ჩინეთის ვარიანტი ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის გამო ლამის ყველა ვაკრიტიკებს ჩინეთის გარდა. ევროკავშირის მთავარი პარტნიორი გახდა ჩინეთი. ევროკავშირის პარტნიორი გახდა და ესე იგი რა ხდება რომ მე არ მაქვს უფლება რომ ჩინეთთან გქონდეს ურთიერთობა, ევროკავშირის აქვს უფლება რომ ესეთი ურთიერთობა გქონდეს და მე თუ გავხდები ევროკავშირის წევრი, ჩინეთთან ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, რასაც მოისურვებს ვიღაცა ევროკავშირის წარმომადგენელი. აი ესე უნდა ვიცხოვრო მე. არ მინდა უკვე მე დიქტანტი ცხოვრება, არ მინდა. უნდა გითხოთ ასევე ხელისუფლების მათ შორის გაცხადებული პოლიტიკაა შუა დერეფნის განვითარება და ეს ის ეკონომიკური საწინდარია, რომელსაც ყველა მიმართულების ასე ვთქვათ და ყველა მხარის ექსპერტი ეთანხმება, რომ ამ ასე ვთქვათ გზის და ამ ნაწილის შუა დერეფნის განვითარება უახლოეს მომავალში დიდ მნიშვნელოვან კეთილდღეობას მოუტანს მათ შორის ბუნებრივია საქართველოს ეკონომიკურად, თუმცა შუა დერეფნის ძირითადი არსი იმაშია, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის დაკავშირებადობის მთავარი გამავალი, ასე ვთქვათ, ხდება საქართველოს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად ბუნებრივია. ამ კუთხით იგივე ორმაგ სტანდარტზეც მინდა კითხოთ, იგივე ევროკავშირმა ორმხრივი ინტერესი აღიარა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით, ანუ ერთის მხრივ გმობენ პოლიტიკას, მეორეს მხრივ თუ ეკონომიკას და საერთო სარგებელს ეხება, აქ ასე ვთქვათ, თანამონაწილეობას და მეგობრობაზე საუბრობენ. თუმცა ბუნებრივია, რომ შუა დერეფნის აუცილებლობა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ცხადი და საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო სამომავლოდ ყველა პერსპექტივაში მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში თქვენ როგორ ხედავთ სიტყვაზე თუ თქვენი შეხედულება გამართლდა და ევროკავშირის არც წევრობა არც შემდგომ ეს საკითხი არ დადგა, რამდენად მოსახერხებელი იქნება იგივე დაშლილ ევროკავშირთან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსგავსი ტიპის სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურად განხორციელება. იცით რა, ძალიან კარგი კითხვა დამიშვით ხა და კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით იმისთვის, რომ საშუალებას მაძლევთ, რომ კიდევ ერთხელ განმარტო ჩვენი მიზნები ამ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ცხადია ხა ეს ერთი გადაცემის ფორმატი ამას არ ეყობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ნეიტრალიტეტი არის ის სტატუსი სახელმწიფოსი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ არც ერთ ქვეყანას ის არ ერჩის, ამას სამხედრო კუთხით ვიძახი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, ყველა საინტერესო რა რომ ნეიტრალიტეტი იძლევა საშუალებას, რომ ეკონომიკური დამოკიდება გქონდეს და ყველა ქვეყანასთან განავითარო ის ურთიერთობები, ის თანამშრომლობა, რაც შენთვის არის უპირველეს ყოვლისა, შენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნების ფიქრობენ, რომ მათთვისაც ურთიერთსასარგებლო იყოს. დამერწმუნეთ, თუ კი ჩვენ ვიქნებით რომელიმე ბლოკის წევრი, ნებათ ევროკავშირის და უმეტეს ნატოსი, რომელიც ასევე უკვე შეიძლება ითქვას, რომ დიდ ზღაპარს წარმოადგენს ნატოს ჩვენი გაწევრიანება და არა რეალობას. შეიძლება ითქვას დახურული თემაა ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში, ეს უკრაინაზეც, მოლდოვაზეც ითქვა და ბუნებრივია იგულისხმება საქართველოს. რა თქმა უნდა, ამიტომ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი გადახედვას საჭიროებს და ისე რომ დავაბრუნდეთ ევროკავშირის, ხო? ევროკავშირი იქნება, თურქეთი იქნება, ჩინეთი იქნება, ნებისმიერი სახელმწიფო, ხო, ნეიტრალური სტატუსი ქონდეს საქართველოს აძლევს საშუალებას იმისას, რომ ყველასთან გქონდეს ნორმალური, კარგი ურთიერთობა, დამოკიდებული თანასწორობაზე და დამოკიდებული იმაზე, რომ მათთვის რეალურად, ასე ვთქვათ, მიმზიდველი იყოს საქართველოსთან ურთიერთობა. სულ სხვა არის ბლოკში მყოფი ქვეყანა, ვინაიდან და ბლოკში მყოფი ქვეყანა კიდევ ერთხელ მრავალი ვალდებულების წინაშე დგას, მასზე არის ჩამოკიდებული მთელი რიგი რეგულაციები და წყდება საკითხები ისე არა როგორც საქართველოს საინტერესებს, არამედ როგორც ბლოკის, ასე ვთქვათ, ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ თუ ვიქნებით ნეიტრალური ქვეყანა, ევროკავშირთანაც, შეერთებულ შტატებთანაც, ნებისმიერ ქვეყანასთან აბსოლუტურად ხო, თუ ორგანიზაციასთან ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ნორმალური და მეგობრული ურთიერთობა და დამერწმუნეთ, აი ესეთი ურთიერთობების დროს უფრო ღირსეულად მოიქცევიან ქვეყანას, რომელიც არის
დამოკიდებელი და რომელსაც შეუძლია თავის ნეიტრალიტეტზე აუცილებლად უნდა კითხოთ, დრო ცოტა გვაქვს და ხანდახან შეგაწყვეტინებ, რომ მოვასწრო ყველა კითხვის დასმა. ნეიტრალიტეტის სტატუსი ასე მარტივად არ არის ხოლმე და ამას გჭირდება ირგვლივ ქვეყნების მინიმუმ და კიდევ უფრო მეტის საერთო შეთანხმება ან რაღაცა ასე ვთქვათ პოლიტიკური ნება, რომ კონკრეტულად დავუშვათ ეს ქვეყანა იყოს ნეიტრალური. შვეიცარიის მაგალითი რო ავიღოთ. თუმცა ჩვენ შემთხვევაში 20% ტერიტორიების ოკუპირებულია და არ ვცხოვრობთ ისეთ სამეზობლოში, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლება იმედად იყო, რომ თავის სიტყვას, ასე ვთქვათ, დაიცავენ ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს გულისხმობ და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპანტს. ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ ნეიტრალიტეტის განხორციელების შესაძლებლობას პრაქტიკულად რო ვიმსჯელოთ, რა ტიპის ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და რა უნდა ვუთხრათ რუსეთს, რომ მისგან საფრთხე არ წამოვიდეს ამ ნეიტრალურ კონტექსტში და პერსპექტივაში ალბათ შეუძლებელია ბოლომდე ნეიტრალური იყო, როცა შენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და ბუნებრივია სხვა ქვეყანას გინდა არ გინდა აქვს გავლენა შენთან მიმდინარე პროცესებზე. აი აქ თქვენი შეხედულება როგორია? კი ბატონო, შევეცდები ცოტა მოკლედ თქვა, რაც ხა არის ეს ფორმატი, მაგრამ მაინც პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გეთანხმებით იმაში, რომ ნეიტრალიტეტის მიღწევა ესე ადვილი რო იყოს, რომელიც დავიძახებდით და მეორე დღეს ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ, ხო? ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დიდი მუშაობა, პირველ რიგში მუშაობაში მე გულისხმობ იმას, რომ საზოგადოების ინფორმირება პირველ ყოვლისა იმის თაობას თუ რა წარმოადგენს ნეიტრალიტეტი და რა მოსაზრებები გაგვაჩნია და რა გეგმები გაგვაჩნია ჩვენ ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან დამთავრებული ნემატ-ეკონომიკის საკითხები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა მივახციოთ ასე ვთქვათ შეთანხმებას პირველ რიგში ჩვენ რეგიონულ მეზობლებთან, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს გარშემო არის და მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთს იგულისხმება, მაგრამ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. ჩვენ ამას არ უყურებთ ესე უბრალოდ და მაპატიეთ გამოთქვისაც ესე აიხარათ ხო? ხვალ ვეთქვით რუსეთს და დეოკუპაცია დაიწყება. ჩვენ როდესაც ვიღაცა ცდილობს ან გაგვეკრიტიკოს, ან კითხვა დაგვისვას იმის თაობაზე, რომ რამდენად დაცული იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ძალიან მარტივი პასუხი გვაქვს. პირველი, დღეს ვართ დაცული ჩვენ რუსეთისაგან? დღეს ხომ არაერთი ბლოკის წევრი არა ვართ, პერსპექტივაში არც არის არავითარი ბლოკის წევრობა მომავალში, ასე ვთქვათ, არ ჩანს და ეს ნამდვილად ვიცით ხომ? დიახ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად გასაგებია, რომ არასდროს არ ხარ დაცული ამ შემთხვევაში. დიახ. დაგმარცხოთ აგვიფაროს და კიდევ ომი რო დაიწყოს, წარმომიდგენია რა დახმარებას აგვიჩენენ ჩვენს ქვეყნები, დაახლოებით ალბათ იმის ნახევარსაც არა, რასაც უკრაინას და რამდენად ჩვენს გვაწყობს ესეთი ესკალაცია რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უთილესი პროცესი არის და ეს არ არის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას ერთ დღეში და ორ დღეში. გესმით ალბათ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ დაგეგმვას, ძალიან სერიოზულ გათვლებს და მათ შორის შესაფერისი დროის შერჩევას, როდესაც უნდა დაიწყოს მათთან საუბრები დეოკუპაციის თაობას. მე ხალხს ვსვამ დიპლომატიურ საუბრებს და არა რა თქმა უნდა საომარ ესკალაციის რაღაცა ახალ ავანტურებს, ხო? მაგრამ ხაზი მინდა ასე რომ გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს ხა არიან გარკვეული ადამიანების, პარტიების, ალკოჰოლი ჯგუფებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის აუცილებელი. ნაწილობრივ შეიძლება ამაში დავეთანხმოთ, მაგრამ მათ დონეზე ეს ურთიერთობა არ უნდა ხორციელდეს. ისინი ვერ ურთიერთობენ სათანადო და შესაბამის ადამიანებთან რუსეთში. ვიღაცა დაბალი კლასის, ან რომელიღაც დუმის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ამით არიან კმაყოფილები, რომ თითქოს და რაღაცაზე გულისხმობთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ ვისაც პუტინთან აქვს შეხება, ასეთ ხალხთანაა საჭირო ურთიერთობა. არა მარტო პირდაპირ შეხება კი არა, აქ არის ლაპარაკი მეორე თანაშემწეზე და არა, მესმის, სტატუსით შესაბამისი უნდა კონდეს, დიახ. სტატუსით შესაბამისი არის იქ პუტინი, მეტი არავინ არ არის სტატუსით შესაბამისი და შესაბამისად ის ხელისუფლება, ვისაც ის დაავალებს, ვთქვათ, ეს საკითხის გადაჭრას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. ახლა შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ხომ კიდევ ერთხელ გესმით, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამას ახლა არ ვისაუბრებ. ერთ უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი ლეგიტიმაცია ჩვენ პარტიას. ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით არ პარლამენტში, იმედ კი გვაქვს ამის რომ აუცილებლად გავხდებით პარლამენტის წევრი, მაგრამ ვისაც ლეგიტიმაცია აქვს, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლებამ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს, მაგრამ პოზიცია იმის თაობაზე, რომ სანამ დეოკუპაცია არსებობს, მანამდე ძალიან ძნელია მათთან საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მისაღები არის, მაგრამ კიდევ ერთხელ აქ არის ძალიან ბევრი რამ გასაანგარიშებელი,
როგორი გეგმით უნდა წარემართოს ეს მოლაპარაკებები და როდის უნდა წარემართოს. მე თქვენის ნებართვით ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება მთლიანად არ შესაბამებოდეს ამ სიტუაციას, მაგრამ ჩემთვის ეს ათაყვანებელი დავით აღმაშენებელის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ახლა, რომ დავით აღმაშენებელი როცა ცდილობდა ქვეყნის გაერთიანებას, ხომ, არაერთი ნაწილი იყო საქართველოს ოკუპირებულის და მიტაცებულის, ხომ? მაგრამ თავარი ბრძოლა, რაც მან გადაიხადა დიდგორში, ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა იმით, რომ მან შექმნა სერიოზული ძალები, სერიოზული ჯარი და ლაშქარი იმისათვის, რომ თურქ-სელჩუკებისთვის გაეწია შესაბამისი წინააღმდეგობა. მან პირველ ყოვლისა შეარჩია კარგი დრო იმისთვის, როდის შეწყვიტა ხარკი. განა არ იცოდა, რომ ხარკის შეწყვეტის შემთხვევაში, რომ თურქ-სელჩუკები საომრად გამოემართებოდნენ საქართველოში, მაგრამ დრო შეარჩია შესაფერისი. თურქ-სელჩუკთა სასულთნო იყო დასუსტებული და ამით ეხლა მე ისე თქმა მინდა, იცით, მე იმას კი არ ველოდები, რუსეთი იქნება დასუსტებული და როდის იქნება დასუსტებული, უნდა დაველოდო. არა, ჩვენ უნდა შევარჩიოთ შესაბამისი დრო, როდესაც რუსეთთან შეიძლება ამ საკითხზე დალაპარაკება და ეცას დავამატებთ თქვენის ნებართვით. მე არ მგონია პირადად მე ამ ჩემს მოგახსენებთ ახლა ამ შემთხვევაში, რომ რუსეთთან ჩვენ მარტო უნდა დავილაპარაკოთ. მოდით შევხედოთ არასპორტული თვალსაზრისით, მაგრამ მცირე მაგალითიც რომ სხვადასხვა წონით კატეგორიებით ვარ ჩვენ ასე ვთქვათ წარმოდგენილი პოლიტიკურ სოფლიო პოლიტიკაში და იმის გათვალისწინება უნდა მოხდეს ვის ველაპარაკებით და როდის ველაპარაკებით ერთი აღნიშნე, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა რომ ჩვენ გარკვეულ პარტნიორებთან ერთად დაველაპარაკოთ. ვისაც რუსეთი პატივსცემს ან მოусმენს ან თანაბრად აღიქვამს. პატივსცემს ავტორიტეტად მიაჩნია და ვისი სიტყვის გათვალისწინებაც მისთვის იქნება სასარგებლო, მათ შორის იმის გათვალისწინებთ რომ და მაშინ კითხავთ დაინახოს რომ დავამთავროთ შეიძლება წინადებას რუსეთმაც უნდა დაინახოს რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მქონე საქართველოს უფრო კარგი სამეზობლო საურთიერთობო ქვეყანა იქნება მისთვის თუ რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწერებული საქართველოს რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მაგრამ ეს მხოლოდ დეოკუპაციის პირობებში საბოლოო ჯამში საფინალო ასე ვთქვათ. დეოკუპაციის გარეშე რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი. და ამ შემთხვევაში აქ თავისი შესაფერისი დრო, როგორ რანაირად უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ლამის მიკროქირურგიული მუშაობა და ძალიან ფაქიზმი. ბატონ ლევან, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ფიქრობთ თუ არა რომ ეს მომენტუმი ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე თუნდაც შეიძლება დადგეს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ? შესაძლოა დადგეს ესეთი დრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ რა პოზიციებში დაამთავრებს რუსეთი და უკრაინა და ვინ რას მიიღებს ამ ომის შედეგად. მე ერთხელ ვთქვი და გამიმეორებ, რომ ერთის და მეორე მხარეს შეეცდება, რომ როგორი კონფიგურაციით არ უნდა დასრულდეს ეს ომი, რომ თავისთავად გამარჯვებულად წარმოუდგენს საზოგადოებაში, მაგრამ რეალობა რა იქნება და ეს რეალობა როგორ აისახება და რა გავლენას მოახდენს თუნდაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლოს კითხავთ, თქვენ ახსენეთ, რომ ასე ვთქვათ, მარტო არ უნდა წავიდეთ ასეთ მოლაპარაკებაზე, მეგობრები თან უნდა გავიყოლოთ, ამ ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ჩვენს მხარეს დადგებიან, ასე უხეში სლენგი რო გამოვიყენოთ უბანში ჩხუბზე მარტო არ უნდა წახვიდე. ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს ასეთი პარტნიორი? ბუნებრივია, მე ვარაუდობ, რომ თქვენ მათ შორის ჩინეთს გულისხმობთ პირველ რიგში, რომლისთვისაც დიდი ინტერესი იქნება აქ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტი, რაც იკვეთება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში მომავალში შესაძლებელია, რომ ამ პროცესში ამერიკელებიც ჩაერთონ? მე რა თქმა უნდა არ გამორიცხავ არ ჩინეთის და არც ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა სამსაკითხთან მიმართებაში, მაგრამ მე ესე ზოგადად პასუხს გაგცემთ, რომ ყველა ის ქვეყანა და აი დავასრულოთ ნახევარი დაგვრჩა. ყველა ის ქვეყანა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს განვითარება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და საქართველოს განვითარებული საქართველოს და ძლიერი ეკონომიკურად ძლიერი საქართველოსთან იმ სარგებლის მიღება, რასაც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და მდგომარეობა. ეს რაოდენობა და ხაზი ქვეყნები შეიძლება გაიზარდოს და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა იმას გაუსვა, რომ თუ კი ქვეყნები ჩამოყალიბდებიან იმაში და ამაში ჩვენც უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, თავარი მონაწილეობა საქართველოს რომ ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარებული უფრო გამოგვადგება, ვიდრე რაღაც ბრძოლებში ჩართული და თუნდაც ისეთ ბრძოლებში, რაც არის შიდა პოლიტიკური არეულობა
რასაც კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირი დღეს მოუწოდებს საქართველოს. გასაგები, ანუ თქვენ გულისხმობთ, ასე ვთქვათ, მშვიდობიან პარტნიორს, რომელთანაც ხელშეკრულებების დადება 10-20 წლის პერსპექტივაში შეიძლება, შესაბამისად, ბევრი ქვეყნის ინტერესი იქნება ისეთი ტიპის საქართველოს, რომელიც თქვენ აღწერეთ. დიდი მადლობა ბატონ ლევან ჩართვისთვის. ჩვენ სავარაუდოდ კიდევ გვექნება საშუალება ამ საკითხებზე ვისაუბროთ, დაგემშვიდობებით. რაკურსი ევროპისკენ დღევანდელი გამოშვება დასრულებულია. გადაცემა უკვე შემდეგ შაბათს დაგებრუნდებათ პირდაპირ ეთერში.